მიესალმოთ დათო ლიკლიკაძე. დათო, გილოცავ ახალ წელს დღეს რამდენი ცოტა ხანში უკვე ახალი წელი შემოაბიჯებს, მინდა გისურვო ყველაფერი საუკეთესო და 2022 წელი იყოს შეთვის წარმატების და ყველაფერი საუკეთესო წელი. ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა. გილოცავ ანუ ახალ წელს, ვულოცავ თელ საქართველოს და ძალიან მიხარია რომ აი ახალ წელს თითქმის ერთად ხვდებით არის. ხო, იმიტომ რომ ერთი ახალი წელი ერთად შევხვდით. თუ არ ვწდები, მე მგონი რაღაცა ჯილდოც აიღე მაშინ. კი ბატონო, ჯილდო ავიღე კი არა, მოქმედი ოქროს ვანოს ფლობელი ვარ და რა კარგია ეს გარდამავალი რო არ არის და ჩამოსდანი არ გამიხდა ისე. ახალს ის აიღებს ახალია იმედი. ხო, რა თქმა უნდა, უკან არ დღეს გვაქვს კიდე ერთი ოქროს ვანოს დაჯილდოება. მაგრამ ამ დრომდე ჯერ მე ვარ ამ წლის ვანო. კი, პირველი შეხა რომელმაც აიღო ოქროს ვანო. ხო, ნუ აი რა ვიცი, იმიტომაც დღეს გავაკეთეთ აი ესეთი რა ქვია, გადაცემა რომ აი ოქროს ვანოები ვისაც აქ აღებული, ისინი მოვიყვანეს სტუმრად. მე და ლელა ვარ. ლელა შემოვა ცოტა ხანში. კარგი, რა ვიცი, დავიწყოთ რაღაცა, ნუ აი წინა სტუმრობები ძალიან გამორჩეულად კარგი იყო შენი, ხო? ალბათ ბევრი გამოხმაურებაც ქონდა, ხო? საზღვარგარეთ დადიხარ, რას ამბობს ხალხი? არა მარტო საქართველოში. საქართველოზე აღარ ვლაპარაკო, მე გეუბნები რომ საზღვრებს გარეთ როგორ არის გამოხმაურება? სხვათა შორის ისრაელიდან სტუმარი არ ჩამოვა, რომელიც რაღაცა თქვენი ფრაზებით არ მელაპარაკება, აი რაღაც რო ვთქვი იმ გადაცემაში, რაღაცა. ეხლა სხვათა შორის ტაუკლარჯეთში ქონდა ტური. და იუსუფელი ასეთი ქალაქი არის, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ლაზები, აი ესა მაჰმადიანი ქართველები და რომელმაც აი მართლა ძალიან გამიკვირდა, პირდაპირ ასე მეუბნებოდა, შენთან საიდუმლო არ უნდა ვთქვა, ხო, რაღაცა ეს ვანო შოუს ისეთი. თქვენ კი ჩვენ უყურებთ ვანო შოუსო და ესა აი ცნობილი ხუმრობა რო იყო ჩემი, რომ ისა რა ქვია, საიდუმლო იმიტომი და სხვასაც რომ მოუყვეთ, ხო. ასე ვერ მეთახება იმას, რომ მარტო შენ რო იცი საიდუმლოს რაც არ არის კარგი. ხო, რა თქმა უნდა, ეგ ძალიან გამორჩეული ფრაზა და მიირთვით ჩვენი გამოგებლებელი სასმელი. ისე რა მინდა კითხო, იცი, აი ხა მაყურებელმა არის, მაგრამ ნუ იმდენად დაკავებული ადამიანი ხარ, რომ აი ძალიან ბევრი, ანუ მე შენ რომ პირველად დაგირეკე, რომ აი გადაცემაში ესე ვაკეთებ, მეთქი მომიყევი შენი გრაფიკის შესახებ, ეს იყო აი მოდი რა მოყევი, რა გრაფიკი ქონდა მოყოლებული 20 დეკემბრიდან 31 20 არა, ნუ დეკემბერის გრაფიკი ვიხარ. დავიწყოთ იქედან რომ ბოლო ორ თვეში 7 ჯერ გავედი ქვეყნიდან. ხან როგორც გიდი, ხან როგორც ჟურნალისტი, ხან რაღაც სხვა დელეგაციებში, უმეტესად ტურები მქონდა და ეხა პრაქტიკულად ბუდაპეშტში მქონდა ტური. ხო. ბუდაპეშტიდან რომ ჩამოვედი სახში არ მისულ ვარ, აეროპორტიდან წავედი კონფერენციაზე, მწვანეების დავესწარი კონფერენციას და მივრუნდი ისევ აეროპორტში, მე უკვე ვენაში მქონდა ტური. მე 20-დან 31-მდე თუ რაიმე კორპორაციული არსებობს, ყველა წავიყვანი აბსოლუტურად. კორპორაციულებით დაწყებული აჭარის ტელევიზიაში ჩაწერები მქონდა, სხვა ტელევიზიებში ჩაწერები მქონდა, სტუმრებთან ჩამოდიოდნენ ჟურნალისტები და მასპინძლობდი როგორც თანაწამყვანი გადაცემებში, ხან სტომატოლოგებთან მქონდა კორპორაციული, ხან პედაგოგებთან, ხან ექიმების დაჯილდოება მიყავდა, ხან ბიზნეს დაჯილდოება. პრაქტიკულად საერთოდ რო არ მქონდა. სხვათა შორის პირველში მაქვს კიდე ხვალ ერთი კორპორაციული, 2 და 3 მაქვს თავისუფალი და აქვე ვისარგებლო. თუ იმას და ფული ჩადოს ჩემში. ზადავარ, იმიტომ რომ მე უკვე 4-დან ერთ მიდივარ კიდე. კონფერენციაზე მიდივარ, არ ვიქნები საქართველოს. ხო, ყველაზე ძვირი ოღონდ პირველი და 2-ში ხარ, ხო? ყველაზე ძვირი, ხო, ეს თავისთავად, ხო, ფასი იმატებს. მაგრამ მაქვს თავისუფალი. კაი, მოდი გადავიდეთ იცი რა საკითხზე, აი მაგალითად ეს გიდობა ძალიან შეითავსე რა, ანუ რაღაც ახალი პროფესია შენ ცხოვრებაში, ხო? თუ არა? გიდობა შევითავსე კი არა, იმდენი ტური მაქვს, ეხლა 7 ტური მქონდა მარტო საზღვარგარეთ ამ თვენახევარში და ესენი ეხლა რო ჩამოვთვალო იმ ქალის სივის არ იყოს, მე თვითონ წამოუდგები ჩემ ტურებს ეხზე, იმდენი ტურები მაქვს. წარმატების საიდუმლო
რა არის იცით ის ახლა ერთია რომ რაღაცა მხიარული ხარ ამ ტურებში, მაგრამ მეორეა რომ ახლა მართლა უნდა იცოდეს ყველაფერი ხა მართლა სასაცილოდ კი არ დადის ხალხი აინტერესებს ხო ეს შემეცნება პირველ რიგში ტურიზმი და ჩემი წარმატების საიდუმლო ის არის რომ არ ვახარჯინებ ხალხს ფულს, არ უყვები ცუდ ისტორიებს, არ უყვები ნეგატიურ რაღაცებს, მხიარულ რაღაცებს ყვები, მივიყვან მუზეუმებთან, ვეთქვი რომ შეგვიძლია გარდენაც გადავიღოთ ფოტოთქო, ვარ გადავიხადოთ 25 евро შესვლაში, ხო ვისაც არ უნდა, რომ ზოგიერთი გიდი ეუბნება, რომ აქ რო არ შეხვიდე, არაფრით არ შეიძლება, ისე შეიძლება როგორც დაგიბარებია, რა პრობლემაა, არ შეხვდეთ არ შეხვდეთ. რაღაცა ხა, ასე ძალთან ვცდილობ რაღაცა უფასო მუზეუმებთან წავიყვანო ადამიანები, ტრანსპორტში არ ვაჯენ, ვეუბნები რომ ფეხით ვიაროთ რაღაცა, რომ არ დახარჯონ ზედმეტი 3 евро, რაღაცა ესე და ყველას მოწონს, როცა ფულს არ ხარჯავს, ეს მარტო მე დამწინია. მარტო შეინდაქცინია. ერთი ნაკლი მაქვს უბრალოდ ტურში. თუ შევატყვე ვინმე მდიდარია, ბევრ ფულს ხარჯავს, აი რაღაცნაირად ჯერ დავიწყებ თქმოტონს, ხო? რაღაცას ეჭებს ვათამაშებ, მე რაღაცა ლოყები მითახტახებ და მუცელი აყვება, სანამ ის ყურადღებას არ მივიპყრობ და მე ისე ხდება, რომ ხო არის 25 კაცი ტურში და მარტო იმას ვუყვები რაღაცეებს. გადავეკიდები და სანამ არ დავმეგობრდებით არ მოვეშვე. განა ასეთი ვარ, თვითონ ორგანიზმი ითხოვს მდიდარ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა. აი გაუცნობიერებ მე თვითონ არ ვიცი როგორ ვაკეთებ. შინაგანად აი ეს გააკეთე. შინაგანად რაღაცა ის მდიდარ ტურისტზე ვარ უფრო ორიენტირებული. აქაც ხო იღებს სტუმრებს საქართველოში, ხო? კი, როგორ არა. აი მაგალითად ახლა აქ ქუთაისს თუ ათვალიერებინებს, ესე ძალიან ბევრი ფული აქაც შეიძლება დაეხარჯოს, ხო? ასენჟი ესე ერქვა ტურის, რომელიც იყო ყაზახეთიდან, ჩამოვიდა ყაზახეთიდან და მიფრინავდა გერმანიაში. დამატებით ტრანსფერიც მთხოვა, რომ დამხვდესო აეროპორტშიო. ხო და მე ზოგადად ახლა გიდმძღოლი არა ვარ, იმიტომ რომ ახალი მძღოლი ვარ საერთოდ ისედაც და ხო, მაგრამ ამატებდა ამის თანხას ახლა და ავდექი ჩემი მანქანით დავხვდი ახლა აეროპორტში დიდათ ეს წესები ახლა მანქანით არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ პარკინგზე შესვლა 1 საათი უკვე 2 ლარია. ხო და 1 საათს თუ გადაცდება უკვე 4 ლარი და მოვერიდი ამ პარკინგის ფულის გადახდას და პირდაპირ ჩამოფრენის იმასთან ფლიგელთან მივაყენე მანქანა და რო ჩამოვიდა და გადავედი დავხვდი და უკვე დამხვდა პატრული იქ. და ის უნდა დამაჯარიმოს და თან ამ ჩანთებში მივეხმარი ამას ასანჟს და ასე ფართხაფურთხით მივარ და გეხვეწებით მე ვუთხარი არ დამაჯარიმოთ მაპატიეთ დამინახეს ახლა ხო და ნუ კარგი აქ გაჩერებული ვიცი მე ვუთხარი რა მაპატიეთ აღარ იყო პარკინგზე შესვლის დრო უკვე ჩამოვიდა სტუმარი თქო და ისა უყურა ხამა რომ არ დამაჯარიმა პატრულმა ისა ჩამოვიდა და ხო მეთქი ესე სტუმარი რო დაინახა რო დაგინახა სტუმარი აქ არაჯარიმებენ სტუმრებს საერთოდ თქო და გაუხარდა დავაბინავეთ სასტუმროში გამოვედით შევედით მუზეუმებში, სადაც მუზეუმები ფასიანია და ყველგან უფასოდ ჩემი შესახებ ერთი ტურისტი მახდა და პატრონდატორ აზია საუბარიო, ხო და ვუთხარი რომ აქ თქვენ რომ რაღაცა გამოვედით იქედან და ვიღაც ბავშვები ფოტოებს იღებენ ჩვენთან, ხო დამინახეს ხშირად იღებენ ხოლმე ბავშვები ფოტოებს რაღაცა ჩემთან და ეს სტუმარი რომ დაინახეს მე ვუთხარი გადაირიან ფოტოებს იღებდნენ რომ სუვენირები უნდა და მივედით სუვენირის მაღაზიაში და ერთი სუვენირის ყიდვა უნდა და გადაირია ეს კაცი ხა დათო არ წვენია ერთი სუვენირი რა ფულნა ვუთხარი აქ უფასოა მე ვუთხარი და სტუმარი მოდის ისა წავედით კაფეში უკვე ჭამის რომ მოგვიწია და დავჯექით ხაჭაპური, ხო ხაჭაპურია ვიციო თქვენიო ცნობილი კერძიო და გამოვიტანეთ ხაჭაპური და მოვიდა მიმტანი და მიჩურჩულა ყურში რომ ისა დაპატიჟებული ხართო კაფის ადმინისტრაცია. უი რას ლაპარაკობ? მე ვთქვი ეს იხდის ფულს რა ვჩივარ, სხვა დროს დაპატიჟებ და გადავირიჯე და უი არაო მითხრა კაფის მე პატრონე ფულს რო გადაგახტებიო და რა ხდებაო? მე ხომშვიდობა გაქო და არაფერი მეთქარი დავგვაპატიჟეს ხაჭაპურზე, რახან თქვენ სტუმარი ხართ მეთქარი. და გადაირია მაშინ ღვინოც დავლიოთო მაშინო და ქართული ღვინო და მოვითხოვეთ თითო ბოკალი ღვინო და ღვინოზეც დაპატიჟებული ხართო მითხრეს და ამეთქვა ამაზეც დაგპატიჟესო. გადაირია ეს ბიჭი მე ისა PCR-ი ჭირდებოდა, PCR-ზე დავრეკე და ტურისტები ვისთანაც ახლა ურთიერთობა მაქვს მიმყავს ხოლმე ტურისტები და კარგი ერთ ტურისტზე რა ფულს გადაგახტებიებთ და გადაირია და რაღაც ასოცირარი იყო მაშინ რაღაცა და უიმე არა მე ვუთხარი ასე მე არ მოთხარი ესე PCR-იც უფასოა მე ვუთხარი თქვენ გადაის მე გამიგონიაო რომ საქართველოს თუმად მოყარე ქვეყანაო, მაგრამ ესეთი არაფერი მინახია და ეხლა ვემშვიდობები და დადგა უკვე გიდის ფულის ისე უხერხუში ჩავარდი და გიდის ფული როგორ მოვთხოვო, მაგრამ არ ვიცი მე ისა რა ქვია, მაინც რაღაცნაირად მე ვუთხარი გიდის ფული კი უნდა გადავიხადო. გიდის ფული ახლა გადავახტევინე და მე დააპოსტა ამ მესენჯმა რომ ჩავიდა თავის ქვეყანაში რა ქალაქში მოვხდი ესო არსებობს ქუთაისი ასეთი ქალაქიო საქართველოშიო ყველაფერი უფასოა გიდის გარდა.
მარტო აპლიკაცია ფასიანი რაც გინდა ყველაფერში არასად ფულს არ გართმევენ. ო არასად ფულს არ მართმევენ. მაგრამ მარტო აი მაგალითად ეხა უცხოენოვანი ხო შეიძლება მაგალითად ინგლისურენოვანი აი კი ყოფილა ეხ მე ამერიკიდან ენას როგორ ფლობ? ხო არა ენას რო არ ფლობ სამაგიეროდ შენ შეგიძლია თარჯიმანი აიყვანო და გაუყვე ხა არის შეიძლება ვიღაცა პოლონელი იყოს და რომელიც არ საუბრობს რუსულად პრინციპულად და პოლონური უნდა და არსებობს ენის და დაუშვათ ჩვენ ავყავს და იყო ახლა მაგალითად ამ ინგლისურზე 300 ლარს იხდიდნენ 2 საათიან city tour-ში ხო და 300 ლარი ჩვენი ფულია 2 საათში ახლა და რამდენიმე ამერიკელი იყო და ისაო მე არ ვიცი ასე კარგად ინგლისური თქო თავიდან კი უთხარი ამათ და მაშინო თარჯიმანი აიყვანეთო ვინც იყო შუამავალ და ტრენინგზე იყო და ორგანიზატორმა ხო და თარჯიმანმა კი მომთხოვა 9 150 ლარი ამ იმისი და დავანებე თავი არა მე უთხარი ახლა მაგდენი ინგლისური როგორ არ ვიცი სტუმარს რო დავხდე რაღაცას და არა ვიცი მე უთხარი ინგლისური ხო ვიცი ინგლისური თქო და ამოვიდა ხა ეს კაცი და ახლა თავიდან hello good afternoon და რაღაცა ხა ასეთი რაღაცები იმ წუთში დავხდი ახლა ელემენტარული ინგლისური მართლა ვიცი ახლა საკომუნიკაციო ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია ვესაუბრები ახლა არტისტული ინგლისურით სხეულის ენით ქუთაისური ინგლისურით ყველაფერი აქეთური იქეთური რაღაცას უყვები და მიყურებენ იცი ძალიან გაოცებული მეორე ობიექტი რო გადავიდით კიდე მაგრამ თან ისე ჩქარჩქარა ვლაპარაკობ კაცი ვერ მაკადრებსო ინგლისური არ ვიცი ხო ყველა ხო ისი კი არა რაღაცა შეეჭვებულად ახლა უყვები არის და ისაო თქვენო ბრიტანული ინგლისურით ხომ არ საუბრობთ yes of course მე უთხარი აიო ჩვენ ამერიკელებს საერთოდ არ გვესის ეს არიციო ვერ მაკადრათ ლა და ჩათვალა რომ მე უთხარი ხო ეს მე ბრიტანული ინგლისური მაქვს მე უთხარი არა თუ შეიძლება ისევ ტრანსლეიტერით რომ ისა ხო და მომიწია ისევ იმ 150 ლარის გაყოფა საერთოდ ვერ გაიგო ვერაფერი ჩაგივარ როგორი კულტურული კაცი იყო ბრიტანული ინგლისური ხომ არ არისო საერთოდ არ გვესის ეს ინგლისურია მაგრამ რა არის იცი ახლა მაგალითად ბევრი შეკვეთები ქონდა შარშა მაგალითად ეს პანდემიის პერიოდი ძალიან იყო ესეთი ძალიან ჩაკეტილები ვიყო საერთოდ აღარ მქონდა ხო და როგორ ამ დროს რასაკეთე ახლა წელს კაცო ხმარ არა გვაქვს ამოსაღები ნამდვილად შარშან ეს პანდემია რომ გამოცხადდა და დარჩით სახში და ყველა დაგვეს სახში და ყველაფერი კორპორაციულები გაუქმდა სულ ყველა მე კიდე ბოლოზარებსაც ხო ამზადებდა მანამდე მქონდა შეკვეთები ახლა ბოლოზარი ხო ის არის გზელვადიანი პროცესია მანამდე აღებული 4 სკოლის შეკვეთა და დამიქენსელეს ისიც ხო დააბრუნე უკან ხო ფულები რაძნელია სახში შეტანილი ფულის გამოტანა ის იცო ხო აი მაგეთ ტურები გაყიდული ტურები დავაბრუნეთ ნამდვილად იქ კიდების ფესტივალი რომი მქონდა გაყიდული რაღაცა ყველაფერი უკან დავაბრუნეთ რა თქმა უნდა ხო და კიდე ამოვწექი სახში ერთი ლურჯი პისახოცის ხალათი მაქვს იმოვიცვის ხალათი და მე როგორ მეზიზღება ის ხალათი ფულს ვერ შოულობდი იმ პერიოდს მაგონებს და კი წამოვწექი და ცხოვრებაში პირველად ტელევიზორს უყურებდი წამოწოლი და მაგდე ჩემმა მეუღლემ თქვა რომ ძალიან კაიაო რომ აი ყველაფერს ალაგებს ხო იცი ბუნება კოსმოსი ღმერთი რაღაცა რომ ძალიან კაია რომ ცხოვრებაში სახში არასოდეს არ ყოფილიყარ შუადღეს ხო და აი ხო სახში დაჯექი რა კარგიაო და მეც რაღაცა მიხარია საჭმელებს ვაკეთებ სახში ერთად წამოვწექი ტელევიზორს უყურებ პულტი ხელში მეტი არაფერი პირველი დღე მეორე დღე წამოწოლილი ვარ რაღაცა ფული არ შემომაქ არც გუშინ წინ არც დღეს რაღაცა ისა და აი მესამე დღეს უკვე ჩემმა მეუღლემ ეკა გვალიაშვილის ცნობილი სიმღერა რო არის ღარიბი და მოწყენილი ვის რა თუნდა რო ჩამირთო ეს მუსიკა ცოტა გლახათი პასტა რომ წამოვხდი და გავიხადე ეს ხალათი გავიდა რაღაც უნდა მომეფიქრებინა და აი სოციალური ქსელი მე რო ამდენი 10,000 ხელმომწერი მყავს ფოლოვერი გამომწერი და ავიწყე უკვე რეკლამების კეთება რომ მეთქე რა უნდა ვაკეთო ონლაინ რეკლამები დავიწყე რაღაცები და დავიწყე ლობიანის რეკლამით რაღაცა საცხობი იყო და დავიჭირე ხელში ლობიანი და ჩავკვიჩავ და ესე ზმუი ეს ამხელა კაცი რა ლობიანია ასეთი არ გიჭამიათ არასდროს მე რაღაცა შაურმის რეკლამები გავაკეთე და ესა შაურმა ჩავჭა მე რაღაცა მეტლახის რეკლამა მოვიდა და გამოვექანე გავსრიალდი ამ მეტლახს და დავარტყე თავი ფაქტა წავიქეცი მაგრამ როგორ შევიჩნევდი ეს ვიდეო იყო ისა ხო და ასეთი მეტლახი არ გინახა და ხედა არ ტყდება თავი დავარტყი რაღაცა ხო და ეს 200 ლარის გულიშიც რეებ ჩავდიოდი ნეტა გენახათ რომ რაღაცა ისა რაღაცა გარეთ გამოსულიყავი და ორი კაბიკი შენი საშაურმის რეკლამა ნახე ძალიან სახალისო იყო რაღაც ახალი საშაურმო რო გაიხსნა და ლაპარაკით რომ მოდიხარ ეს შაურმა გაიხსნა ჩვენთან რაღაცა და რო ჩაუარი ამ საშაურმეს და უი
ახლა დამიძახესო ჩემი შაურმა უკვე მზად არის. დიდი შაურმა მოგაწოდეს იქიდან. ესა ჩემი საფირმო ისა. იმასო დავიზმუილებ იქ მოდის უკვე ფულე. მოდის იქ ფულე, მაგრამ რა არის ისე ალბათ სავარაუდოდ ბევრიც გირეკავს იმაზე რომ მაგალითად ეხლა რადგან ამდენი სამსახური გაქვს ხო? ამდენი სამსახური შეიძლება გქონდეთ 15-16 ადგას ეგ ხო 17 რაღაც. დასაქმებაზე ხო გირეკავენ თუ არ გირეკავენ? როგორ არ მირეკავენ, ხა ყველას გონია რომ რაღაცა ისა, ხა ადვილი გონიათ, იცი ეს ყველაფერი, ხა ისე ჩამოვთვლი და ისე შეხედავს რაღაცა ეს რა გამისთა ხუმრობის გარეშე ისპასაც მიჯდება, აქ ლექციის ჩატარება, იქ ტრენინგი, იქ რაღაცა, იქ ჩაწერა, იქ რეპეტიცია, იქ რაღაცა სამზადებ და შრომობ ხა მე 24 საათი შრომობ, მართლა რასაც ქვია და ერთი ჩემი ახლობლის დედა ხვდება, ხო, მომაკითხა სამსახურში რომ მისი შვილი რაღაცა ძალიან ნიჭიერი ბიჭი ყავს, რაღაცა ისე, მაგრამ ვერ აეწყო ხო რომ ვერ მომივიდა, ვერსად ვერ იმუშავა, რაღაცა სახლში უზის და შეწუხებულია ძალიან და მეუნება რომ დათო შვილო იქნებ რაღაცა მომეხმარო, ეს სახლში როზისო, რაღაცაო არაფერს არაკეთებსო, ხო და იქნება აი სულ უნდა თან მუშაობა, ვერაფერი ვერ ქნაო, მოგვეხმარეთ რაღაცაო და ხო, ახლა მე ვთხარი ისა ესე სახში დამჯდარი ესე არ ხდება თქო რა, იმიტომ რომ უნდა გამოვიდეს გარეთ, უნდა მიდგეს, მოდგეს, შეაწუხოს. თქვენ რა გონიათ, მე ვთხარი, მე ესე მოვიდა ჩემთან ყველაფერი ფეხბურთი, მე უამრავი რაღაცა გავაკეთე ამისთვის. ой, მე შენაერო იყო შვილო რა მიჭირსო. ის ძალიან წესიერია, ყველაფერს კი არის გადაჭრა. დიმადლობა მე ვთხარი. ძალიან წესიერია. არა ისო ძალიან წესიერია, ყველაფერს კი არის გადაჭრა. მეტა კი გავდესო. ნაშემაქო, დიდი მადლობა მე ვთხარი. ეხლა რადგან ახალი წელი სახალხო საჩუქრების ალბათ ბევრი გექნებოდა მოსული, ხო? ეხლა ბევრი მოგდის. კი, არის კომპანიები სხვადასხვა ისინი გზავნიან ამს მე უხდი მე მადლობებს. ბანკი გიგზავნის ყოველთვის რაღაცა ეგეთი. კი, არა, ბევრი მიგზავნის საჩუქრებს, მაგრამ ნუ ყველაზე კაი სასაცილო საჩუქარი მივიღე. ისა ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიას მისი ბარათის მფლობელი ვიყავი იმ და ვარ და ესე თელი წელი 1000 ქულა უნდა დააგრო, ან თუ მანამდე დააგროებ არ ვიცი და რაღაცა მე საჩუქარი გადმოგეცემაო და დავდივარ და ისა ვატარებ სულ ამ ბარათს და აღარ 700, 800, 950 აი როდისავალ 2-3 ქულებით ეწერება რაღაცეები და როგორც იქნა ავედი 1000 ქულაზე და რაღაცა შევიძინე და გაატარეს და უი დაიძახა გამისა რა ქვია მოლარემ რომ ისა თქვენ უკვე 1000 ქულა შეგივროდოთ ამითიო თქვენო საჩუქარიო და უი რას ლაპარაკობთ მე ვთხარი საჩუქარი რა საჩუქარი თქვენ გადმოგეცათ 500 გრამი შრის ფანტელი თელი წელი ვაგროვე შრის ბატონო მე ვთხარი კი თქვენ გადმოგეცათ შრის ფანტელიო თქვენამდე სხვა შრის მოიგო ვიღაცამ სხვამ კიდე მაკარონი გადაეცაო 9 კილო შრის ფანტელი რა არის მე ვთხარი გოგონა თელი წელი მე მისა მახსოვს წინა თვეში ბარათის გატარება დაავიწყდა გოგონას იმ ორქულაზე იმას საქმე დავპარტე და ას ვერ ჩოდი თურმე ფანტელცი შრის ფანტელი მოიგო და სერიოზულად გავბრაზ არა მიღია შრის ფანტელი დღემდე ველოდები რომ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს კომპანია რაღაცა ის რა შრის ფანტელი გადაო პრეტენზიებით ალბათ ბევრიც გირეკავს ხო რაღაცა შენი გამოსვლებია თუ რაც არის ანუ ხო ბევრი ხა კეთილის სურვილიც ხო ხდება მაგრამ ნუ დარეკებითაც შეიძლება ბევრიც გირეკავდეს პრეტენზიებით რაღაცა პრეტენზიებით დარეკვა არა, მაგრამ ისა ხო ერთმა სასიამოვნო ხმის გოგონამ ესეთ კარგი ხმა ქონდა, მირეკავს და აი პირდაპირ ალო ვეუბნებ და პირდაპირ იწყებს. უხ შეჩათლახო, შებოზო, შე არაკაცო, შე მატყუარა, აკი არა ვარ ქუთაისშიო, შენ რა დაგინახეთ იქ შედიოდიო. აი მე რომელი ხარ, მე ვთხარი ხმაზე ვერ ვიცაი და ვაიმე შენ გივი არა ხარ არა მე ვთხარი ვაიმე მაპატიე ჩემეშალაო მაგრამ ვერან ვერ დამარწმუნე დედამიწის ზურგზე რომ ეს სიტყვები არ მეკუთვნებს ვიღაცას მემალები სულიზახი არა ვარ ქუთაისში ვინმე რომ ჩამოდი ვერა ვინმე დამარწმუნე მე გადამხდა მე სიხარული ნამდვილად მე არ მირეკ აი მიყვარს ხოლმე ზოგადად თვითკრიტიკული ადამიანები აი საოცრად გამოგდის ო კი არა მე უარეს გეტყვი ისა აი მე სულ ავიღე ოქროსვანო ხო ოქროსვანო როცა ავიღე და რო დაიდო თქვენი ისა რომ ლინკი დაიდო სოციალურ ქსელში და რა თქმა უნდა ეგრევე გავაზიარე ეს ყველაფერი და ვიღაცა მიაწერა ისა
ეს ხომ ცნობილი პიდარასტია. აწერია ამ ჩემს ვიდეოს. უამრავი ტროლია, უამრავი ვიღაცა ილანძღება, რაღაცა ეხა ხო წავშდი არ ვაქცე ყურადღებას და გადავიდი პროფილზე, რა თქმა უნდა, ტროლი არ არის, ეხა მშვენიერი მარწყვის ტორტის ფოტო უდევს შვილიშვილებთან ერთად, წარმოსადეგი კალია. უნდა ვიცი ეს კალი, კაცო, ვესალმები. თეატრი შეხვედრი ვარ. გამოფენაზე შეხვედრი ვარ. ხო მე ნუ ისე ცუდად გავხდი ახლა ვის ახლა კი ახლა როცა რა მეტნაკლებად ცნობილი ხარ ადამიანი უნდა ელოდო რომ 1000 ვიღაცა გაგლანძღავს რაღაცა მაგრამ ხო და ძალიან გამოთქმით უწერია ესე ჩემზე და ესა და მივწერე არ მიპასუხა ქალბატონო რაღაცა და გავიგე საცხოვროს ვიცი ვიკითხე ეს ხო ვიცია ბევრი საერთო 370 საერთო მეგობარი ყავს გავიგე და მივაკე ძალიან გამიტყდა აღარ ქვია აბა ძალიან მეწყიდე ახლა რომ ესეთი ქალი ასეთ რაღაცას წერს ჩემზე და მივედი უბრახუნებ კარებზე მეზობლები გამოვიდნენ, უყვები მეზობლებს ასე დამიწახა. უი, რას ლაპარაკობთო? რას ლაპარაკობთ? ისეთი თქვენ მას ისე უყვარხართო იქ რაღაცა გამოვიდა. გადავირიე რაღაცა, ხო? ხო და გამოვიდა. ეს მე ვთხარი, მე რაღაც გაუხარდა. მე ვთხარი, რატომ მიაწერეთ ის? მე ვთხარი, ისა თქო, ქალბატონო თქო და ვაიმეო, გეწყინათო? მეწყინა, რას ქვია, მეწყინა, მე ვთხარი. მე მეღადავებით ქალბატონო, მე ვთხარი, კარგი რა იყო, ეხა პირველად დაუძახებია თქვენთვის თუ უკანასკნელათო? ქალბატონო რემს მიბედავ, ქალბატონო, ხა მეზობლები ისვენენ თელი, რემს მიბედავ, თელი ეზო გამოსულია. ქალბატონო, რემს მიბედავ, მე ვთქვი, ვაიმე, რა დავწერე ახლა ისეთიო, ისა მე ვანოშოუ მიყვარსო და სხვებსაც აქვს მინაწერი, ასეთი რაღაცაო, რა ვქენი ასეთიო. ქალბატონო, მე ვთხარი ვანოშოუში, არა ვანოშოუში რომ გამოდიხარო, კიდეც უნდა იცოდეო, რომ ასეთ რაღაცას დაგიწეს ვიღაცაო, გაბრაზდა. რას დამიწეს, ქალბატონო, მე ვთხარი, პიდარასტი ვარ, მე თქვა ხო და არა, გენაცვალე, რა ის პიდარასტი ხარ თუ გადა. ეგი რამ გაფიქრებია თქვენ თავზეო და შევედი ვნახე და პაროდისტი უწერია. ეს ხომ ჩვენი ცნობილი პაროდისტია თუ ისე შემწყვა. ჯერ შემწყვა მეზობლები რას იფიქრებდნენ და ის ქალი რას იფიქრებდა, ეს რა მაფიქრებია მე ჩემ თავზე. მე ისე შემწყვა, მე აი გამოთქვა რო არის მიწა გამისკდებოდეს, ჩამიტანდეს. ისე შემწყვა. აი მე გადავიდი ეს ქალი რომ მომდა რა გაგიგვირდაო თა როა ისა იქ ალბათ წევრენ მარტო მე გეძახიო ვაიმე ამაზე ხო თაჭკუიდან გადავედი საერთოდ ისე შემწყვა აუ ძალიან მაგარი მოკლედ ესე იგი დათო ძალიან კარგი და სახალისო საღამო გამოგვივიდა ერთი სათხოვარი მაქვს მე ეს ბოლოსკენ მინდა იმიტომ ჩამოგიყვანე ხა მე შენს აქტიობებს ძალიან უყურებ ხა ჩვენ ძალიან გვიჭირს ახლა არა ვარ ძალიან დავხენ მდგომარეობაში და თუ რამე რეკლამა გაგეჩი და იქნება რომ მეც რო გამithვალისწინებ იმიტომ რომ მეც ხო წვლილი ხომ აქ შეტანილი ახლა შენ როგორ გაკადრო ახლა ლობიანების და შაუმის რეკლამა ყველაფერზე მე მეც რაღაც არა სხვადასხვა თავიდან გაგიჭირდება როგორც კი ჩაკმეჩ სიყვარული პირველ ლუკვიდან დაიწყება როგორც კი 1-200 ლას ჩაგიდებენ ჯიბეში მერე უკვე ისე მერე მიდის ხალები მოიწყო ამერიკაში კარგია გამithვალისწინე აცი ესე იგი თუ რამე ივენთი გექნება რაღაცა მეც ახლა შეიძლება ჩამოვირბინო არაფერ არ არის პრობლემა ყველაფერს დავთვლი მეც ესე რამდენი გზა მიჯდება რამდენი ის კი ბატონო სიამოვნებით მოკლედ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო ახალი წელი 2022 და ყველაფერს საუკეთესო გისურვო შემდეგ სტუმარი ქალბატონი ლელა წურწუმია ყავს მე ვიცი რომ ძალიან კარგი მე ვნახე თქვენი სტუმრობა ლელასთან მე მგონი ის დღე ლელასთან იყავით ხო მარტო ლელასთან კი არ ვიყავი სტუმარი პირდაპირ გაგებით სტუმარი ვიყავი სახში წამიყვანა თან გადამყვა როგორც იციან ქუთაისში თქმა გამოტენა მაცივარი ყველაფერს ესეა და ეს ამხელა ვარსკვლავი ქალი ისა სადილი საუზმე აი ეგ უკვე დილისა გადაყარე ხელი მოვა რაღაცა აი მე ლელა გეხვეწები მე ვთხარი სასაულები ჩაატარა აი ქუთაისში ვერ გააუცო ადამიანს ესეთი მასწავლობით ოღონდ ხუმრობის გარეშე რაც მართლა ლელამ გააკეთა თავისი ხელით გამიწრიალა ყველაფერი სასტუმროში არ დაგხვდება ისე ერჯერადი და ამიწყო ყველაფერი გეხვეწები მე ვთხარი რა პრობლემაა კაცო აეროპორტებში მიძინია და რაღაცა კუჭაში რა პრობლემა თან გადამყვა ყველანაირად და ლელა საქმე როგორც ასევე ოქროს ვანოს მფლობელს მადლობას უხდი ამ ყველაფრისათვის შემოვა და მეტყვი ერთი შენზე საბა რას გვეტყვის ძალიან დიდი მადლობა წარმატებები და რა ვიცი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ დათო ლიკლიკაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი